დილამშვიდობისა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი სხეული კარგად ორგანიზებული სისტემაა, სადაც ყველა ორგანოს თავისი ადგილი აქვს. დაგვირეკეთ ნომერზე 24090 დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე თირკმლის დაწევა და ჩვენი სტუმარი გახლავთ უროლოგი პროფესორი სორთმან ჯაფარიძე. დილამშვიდობისა ბატონ სორთმან. გამარჯობათ. შემთხვევით არ ვახსენე ის ფაქტი, რომ ყველა ორგანოს ჩვენს სხეულში თავისი ადგილი აქვს. ეს არ არის უბრალოდ ანატომიური თავისებურება, ამას უზარმაზარი სამედიცინო და ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ორგანოები წყობრად ძალიან ჰარმონიულად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს მდებარეობა უკავია. ამიტომ ის თემა, რომელიც დღეს ჩვენ საუბრისთვის ავირჩიეთ, თირკმლის დაწევა, ნამდვილად საყურადღებოა, თუმცა რატომ ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოდით ჯერ განმარტოთ. როდის სვამს ექიმი დიაგნოზს, რომ სახეზეა თირკმლის დაწევა ან თირკმლების დაწევა? ბატონო. თირკმლები, როგორც ცნობილია, თავის ფიზიოლოგიურ ადგილას უნდა იყოს ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იგი მდებარეობს წელის პირველი, მეორე მალის მარჯვნივ და მარცხნივ. მარჯვენა თირკმელი ცოტა უფრო დაბლა ვიდრე მარცხენა, ეს განპირობებულია ღვიძლით, რომელიც ზემოდან აქვს თირკმლის. ეს ნორმალურია. ეს ნორმალურია. 2-3 სანტიმეტრით უფრო დაბლა მარცხენა თირკმელზე. რაც შეეხება ცნებას თირკმლის დაწევა, ეს გახლავთ, როდესაც თავის ფიზიოლოგიური ადგილიდან იწევს ქვემოთ, სხვადასხვა მიზეზებით, რომელსაც ჩვენ შემდგომ აღვნიშნავთ. ეს დაწევა ზოგჯერ იწევს გამოვლინებას, ზოგჯერ კი შეიძლება იყოს დაწეული ადამიანმა არც იცოდეს ამის შესახებ. და შემთხვევითი კვლევის დროს აღმოჩნდეს. დიახ, შემთხვევითი კვლევის დროს აღმოჩნდეს, რომ თურმე ამას დაწეული აქვს თირკმელი. ამიტომ ვარჩევთ ჩვენ ანატომიურ დაწევას და კლინიკურ დაწევას. ანატომიური დაწევა გახლავთ, როდესაც არავითარი ჩივილები არ აქვს. თირკმელი კი დაწეულია. ხოლო კლინიკური ფორმა ეს გახლავთ, როდესაც უკვე იწევს გამოვლინებას. ეს იქნება ტკივილის სახით, ეს იქნება სისხლიანი შარდვის სახით, ეს იქნება მაღალი თირკმლისმიერი არტერიული წნევებით. ესე იგი გამოვლინდება. აი ამას უწოდებთ ჩვენ კლინიკურ თირკმლის დაწევას. ბატონ სორთმან, მაყურებელი გველოდება, ვუპასუხოთ მას და დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას. დილამშვიდობისა, გისმენთ? გამარჯობა. ალბათ მარიც ეკითხა მასას, ჩემი მეუღლე არის ზედმეტი და თვითონში ხოდა კენჭი. შემდეგ მოხდა რომ საჩვენეს კენჭი გადმოვარდა და სადინაში არის გაჩერებული. და ის მე შტაბის გამოსულა. დიახ. და და მარანა სამწუხარო ძალიან ცუდად გვესმის. ერთადერთი სამწუხარო ძალიან ცუდად ისმოდა, მაგრამ როგორც ჩანს შარტკენჭოვანი დაავადება აქვს მეუღლეს და ამ გადაადგილების პროცესში ერთ-ერთი ასე ვთქვათ კონკრეტი გადაადგილდებოდა და ვერ გავიგონებე შარტსაწვეთში თუ შარტსადინარშია ამჟამად. ალბათ შარტსაწვეთში. დიახ. უნდა ვივარაუდოთ, იმიტომ რომ შარტსადინარში თუ ჩამოვიდა, ალბათ გაცილებით უკეთესად იქნებოდა საქმე და შარდის ნაკადი მას გამოიტანა. როგორც ჩანს, კენჭი დაიძრა და გაჩერდა შარტსაწვეთში. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხშირად თირკმლის ჭვალის სახით ვლინდება ესა. ამას უნდა დადგენა რა დონეზია ის, რა მხელაა და იმის მიხედვით უნდა ჩატარდეს მკურნალობა. ასე დროს სპაზმოლიტიკებს ვაძლევთ, სითხეებით დატვირთვას და თუ განსაკუთრებით უყვართ ხოლმე მამაკაცებს, როდესაც ლუდს თავაზობენ უროლოგები. კი, არის ასეთი ისა. მაგრამ ამ შემთხვევაში არსი არის სითხით დატვირთვა და არა ის რომ დიახ და სპაზმოლიტიკები, რომ სპაზმი მოიხსნას და დაბადოს ეს კენჭი. და თუ ამას შედეგი არ გამოაქვს, მაშინ არსებობს კიდევ ესეთი ლითოტრიფსია, როდესაც სხივებით ვახდენთ ამ კენჭის დაშლას და დაიფშნება და წამოვა შართან ერთად. ისე რომ ასეთი შემთხვევები ხშირია. და რაღაც საფეხურები უნდა გაიაროს მკურნალობის თვალსაზრისით, ცხადია უროლოგის ზედამხედველობის ქვეშ, რომ ეს თუ თავისთავად არ მოხდა დაბადება, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე, მაშინ დახმარება უნდა აუცილებლად. თუ არ აქვს მაღალი სიცხეები, იმიტომ რომ აქ არის საშიშროება შეგუბებითი პროცესის დროს ინფექციის განვითარების. მაშინ სულ სხვა მკურნალობა უნდა, უფრო სერიოზული, ან კატეტერიზაცია ქვემოდან თირკმლის დრენირება უნდა მოხდეს.
ისე რომ ეს ანუ გამოტანა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. ყველა შემთხვევაში უროლოგის მეთვალყურების ქვეშ უნდა იყოს. კიდევ ერთ ზარს უპასუხოთ და დაუბრუნდებით ჩვენ საუბრის თემას. დილამშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა ბატონო მარია. იცით 12 წლის ასაკში ბიჭს დაუდგინეს დიაგნოზი ბურჟდავიშია პოჩკა. ასე ქართულად არ ვიცი ეს უკაცრავად. მოძრავი. ხო, მოძრავი დიახ. ხო და იმის მერე საერთოდ არ აწუხებდა უბრალოდ სხვა რამის გამო მოხდეს ავადმყოფოში და ეგ დიაგნოზით დაუსვეს. არ აწუხებს არასოდეს, ახლა არის უკვე 32 წლის და ზოგჯერ აწუხებს ხერხემალი, ასე თქვია, აი თირკმელი კი არა ხერხემალი. აი მაინტერესებს ეს რამესთან კავშირში არის თუ დიდი მადლობა. გასაგებია, მადლობა. აი ჩვენ რომ აღვნიშნეთ, არსებობს ანატომიური თირკმლის დაწევა, როგორც ჩანს ამ ფორმასთან აგვაქვს ჩვენ ეს. ამას უძახიან მოძრავ თირკმელს. დიახ. და თუ ადამიანს არ აწუხებს როგორც ხალბატონმა აღნიშნა დიახ არ აწუხებს არ აქვს ტკივილები თქვა ფეხზე დგომის დროს ან შრომის მუშაობის დროს ტკივილები წელის არეში გადმოცემით მუცლისკენ ფერთქვეშ თუ არ აქვს სისხლიანი შარდვა თუ არ აქვს მაღალი არტერიული წნევები მაშინ იყოს ის თირკმელი დავანებოთ თავისთვის როგორც მანამდე მოძრაობდა და ცელკობდა? კი ბატონო, არაფერი. თუ თირკმელი დაწეული არ აწუხებს ადამიანს, იმას ხელისხლება არ უნდა. ბატონო სორთმან, ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას. თქვენ განმარტეთ, რას ნიშნავს თირკმლის დაწევა. მაგრამ ჩვენ განმარტოთ, რა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ან თირკმლების დაწევა. დიახ. დაბადებიდან ყველას უნდა ჰქონდეს თავის ადგილას თირკმელები. დიახ. შემდგომ, როდესაც ან მძიმე ფიზიკური შრომა უწევს. ერთი უნდა აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით 10 ჯერ უფრო ხშირად თირკმლის დაწევა აქვს ქალებს ვიდრე მამაკაცებს. დიახ, ანუ აქვს გენდერული თავისებურება. დიახ, ეს განპირობებულია იმით, რომ ქალებს უფრო ფართო მენჯი აქვთ. რა თქმა უნდა, მშობიარობა რაღაც ხელს უწყობს პერიოდულად. მნიშვნელოვანია კიდე ზოგი სუქანი ადამიანი რომ გახდომა უნდა და ძლიერ დიეტაზეა და უცბად გახდებიან. აი ესეც იწვევს, იმიტომ რომ თირკმელი გახვეული არის ცხიმოვან კაფსულაში. ეს რო განილევა ცხიმოვანი კაფსულა, თირკმელი იწევს ქვემოთ. ესეც ზოგჯერ ახდენს თირკმლის დაწევას. ასევე ტრავმა, აი მაგალითად ჩამოვარდნა სიმაღლიდან რომ დაეცემა ადამიანი ფეხებით, მაშინაც შეიძლება დაიწვიოს. აი ხანგრძლივი ყაბზობა, ესე შეკრულებები რო აქვს ადამიანს მთელი ცხოვრება და დაკავშირებულია ჭინთვით პროცესებთან, ესეც ხელს უწყობს თირკმელების დაწევას. და ჩვენ ვარჩევთ თირკმლის დაწევის 3 ფორმას. პირველი ეს გახლავთ, როდესაც ფეხზე მდგომარე ადამიანის გასინჯვის დროს შესუნთქვის დროს იშინდება თირკმლის ქვემო კიდე და ამოსუნთქვის დროს ისევ თავის ადგილას. ეს არის ყველაზე იოლი ფორმა თირკმლის დაწევის მსუბუქი პირველი ხარისხის. მეორე ხარისხის თირკმლის დაწევა გახლავთ, როდესაც თირკმელი ფეხზე დგომის დროს, ადამიანის ფეხზე დგომის დროს მთლიანად იშინდება მთელი თირკმელი. და დაწოლის დროს თავის ადგილას მიდის ან თავისით ან და პატარა ხელის დახმარებით. ხოლო მესამე ხარისხის თირკმლის დაწევა გახლავთ, როდესაც თირკმელი მენჯის ფოსომდეც კი ჩამოდის და ზოგჯერ მცირე მენჯის ღრუმდეც კი აღწევს. და დაწოლის დროს თავის ადგილას ის არ უბრუნდება. ბატონო სორთმან, უპასუხოთ კიდევ ერთ მაყურებელს, ის გველოდება უკვე დიდი ხანია და გავაგრძელებთ საუბარს. დილამშვიდობისა გისმენთ. გესალმებით, ბატონო. სრულად შემთხვევით გავიკეთე ეხოსკოპია. დიახ. მითხრეს რომ მარჯვენა თითქმის გააქვს თუ შეგუებაო. დიახ. შემდეგ მივმართე ეხოსკოპი რომ მინდოდა გადავიდა და მითხრა არ მეფრე მხარეთა გაქვს მდგომარეობა. ვიცით მას შეგუბება. ვერ გავიგე შეიძლება იყოს შეგუბება. ადრე თითქმის მუცლის ეხოსკოპიასთან და იქ სამწუხაროდ არ გვესმის, ძალიან დიდი ბოდიშია. კარგად არ გვესმოდა, მაგრამ მივხვდით, რომ მარჯვენა მხარეს თირკმელში სრულიად შემთხვევით ულტრაგელითი დამოკიდების დროს აღმოაჩინა, რომ არის ეს შეგუბება. თირკმელში შეგუბებით პროცესი შეიძლება გამოიწვიოს მრავალ ფაქტორმა. ამიტომ უნდა დადგინდეს, ეს შეიძლება იყოს კენჭი,
რომელიც არსებობს მუნჯი კენჭები, რომელიც ტკივილს არ იძლევა, მაგრამ თანდათანობით იწვევს შეგუბებით პროცესს. შეიძლება იყოს თირკმლის შარდსაწვეთის გამოსავალის თანდაყოლილი შევიწროება. დაბადებიდან შეიძლება კონდეს და ტკივილი არა აქვთ ხოლმე ისე ვითარდება ეს შეგუბება. ისე რომ შეიძლება დაწევაც იყოს, ამანაც გამოიწვიოს შეგუბება. ისე რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ რამ გამოიწვია ეს შეგუბება და რა ხარისხის შეგუბებასთან აგვაქვს საქმე. ამას უწოდებთ ჩვენ ჰიდრონეფროზულ ტრანსფორმაციას. ჰიდრონეფროზულ ტრანსფორმაციას არსებობს სამი ხარისხის. პირველი, როდესაც შეგუბებულია, მაგრამ ფუნქცია არ არის დაკარგული. მეორე, როდესაც შეგუბებულია თირკმელი და ნაწილობრივ მაინც დაკარგულია ფუნქცია, ხოლო მესამე, როდესაც საერთოდ აღარ ფუნქციონირებს თირკმელი, მუნჯი თირკმელია. ისე რომ უნდა დადგინდეს, ამას სჭირდება გამოკვლევა, რენტგენოლოგიური გამოკვლევაც სჭირდება, გარდა ეხოსკოპიისა, შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფია, როდესაც გავიგებთ ზუსტად რამ გამოიწვია თირკმლის შეგუბება და ნატიფი და ღრმა გამოკვლევები და კლინიკური შეფასება იმისა, რასაც ქალბატონი ბრძანებდა. ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას. მოკლედ გავცეთ ალბათ პასუხი იმას, დიახ, მიზეზებზე დავასრულოთ ჩვენ საუბარი და ერთი-ორი სიტყვით ისიც ვთქვათ ბატონ სორთმან, ეს რამდენად გავრცელებული პრობლემაა, ხშირად არის მომართვა ამ დიაგნოზით? საბედნიეროდ ხშირად არ არის, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ძალიან ძირითადად მოგმართავენ ხოლმე ქალბატონები, იმიტომ რომ მათში 10-ჯერ თითქმის 80-90%-ში თირკმლის დაწევა ემართებათ ქალბატონებს. და როდესაც საუბრობთ თირკმლის დაწევაზე, ანუ როდესაც ანატომიურად ორგანომ თავისი ჩვეული მდებარეობა შეიცვალა, გადაინაცვლა და სხვა ლოკალიზაცია აქვს მას ამჟამად თქვათ. შეიძლება ზოგიერთს გაუჩნდეს აზრი, რომ თუ ეს საშიში არ არის, რატომ საუბრობთ ამ პრობლემაზე. ანუ უქმნის თუ არა ორგანოს გადანაცვლება, ამ შემთხვევაში თირკმლის დაწევა საფრთხეს მის ფუნქციას და ჩვენს ჯანმრთელობას შესაბამისად. დიახ. მე როგორც მოგახსენეთ, განსაკუთრებით მეორე და მესამე ხარისხის დაწევის დროს უკვე იცვლება თირკმლის ფუნქციაც. რა ხდება ასე დროს? თირკმელი რო დაიწევს, შარდსაწვეთი მოიღუნება. მოღუნ შარდსაწვეთს კი გამავლობა ვერ ხდება. ამიტომ შეგუბებითი პროცესი იწყება. ფართოვდება თირკმლის მენჯი, ფიალები. ეს შემდგომ აწვება პარენქიმას და იწვევს მისი ფუნქციის მოშლას. ეს ერთი. მეორე, როდესაც თირკმელი დაიწევა, იწელება მისი მკვებავი სისხლძარღვები, არტერია, იწელება ვენა. არტერიის დაჭიმის დროს მისი სანათურიც ბუნებრივია და ვიწროვდება. ესე იგი, თირკმელში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ეს კი იწვევს თირკმლის იშემიას. იშემიური თირკმელი გამოყოფს რენინს ჰორმონია ასეთი, რომელიც იწვევს მაღალ არტერიულ წნევებს. ესე იგი, ესე ზოგიერთ წნევებით ვითარდება. ვენის დაწელვა ასევე სანათურს ავიწროებს და იწვევს ვენური სისხლის შეგუბებას თირკმელში. ეს კი არც ისე იშვიათად იწვევს სისხლიან შარდვას. ესე იგი, ზოგჯერ გამოვლინდება სისხლიანი შარდვით. ეს შეგუბებები, რომელიც მე მოგახსენეთ, იწვევს ტკივილებს. პარენქიმის ზემოთ გადაჭიმულია ფიბროზული კაფსულა, რომლის დაჭიმის დროს აღმოცენდება ხოლმე ტკივილი. ესე იგი, განსაკუთრებით ფიზიკური შრომის დროს ტკივათ წელი. დაწვებიან მერე გაუვლით ეს, იმიტომ რომ დაწოლის დროს მაინც ნაწილობრივ თავის ადგილისკენ მიდის თირკმელი და იმდენი შეგუბება აღარ არის. დიახ. ზოგჯერ ისეთი აქვს ეს ტკივილი, რომ შრომის უნარიანობასაც კი უქვეითებს და ზოგჯერ აღარ შეუძლიათ ეს შრომა. აი ეს უკვე კლინიკური გამოვლინება. შეგუბებულ თირკმელში ადვილად ვითარდება კენჭებიც. ადვილად ვითარდება ასევე ანთებები, ეგრეთ წოდებული პიელონეფრიტი. ეს ყველაფერი არის ჩვენება უკვე მკურნალობისა. და მკურნალობა ჩვენ ვიცით ორი სახის. მოდით ამ თემას მოგვიანებით დაუბრუნდეთ, უპასუხოთ მაყურებელს და საგანგებოდ ვისაუბროთ მკურნალობაზე. დილამშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა, კითხვა მაქვს ასეთი. ორსულობის დროს დამიდგინდა მარჯვენა თირკმელზე ჰიპონეფროზი. ვიმკურნალე მაშინ ჩავიტარე მკურნალობა, მის მერე გავიდა 2 წელი, არანაირი ტკივილი არ მქონია. 100 წნევები და ეხლა ამბოლებს, რომ ტკივილებიც მაქვს.
თითქოსე წისკვნითი ტკივილები მაქვს მარჯვენა თირკმელზე და წნევების მაქვს მხოლოდ გულისა მაღალი. და გავიკეთე კარდიოგრამაც, რაღაც გამოკვლევები გულთან დაკავშირებით, არაფერი პრობლემა არ მაქვს, მარტო მითხეს, რომ სტრესულია. და რამდენად შეიძლება იყოს დაკავშირებული თირკმელთან მაინტერესებს. მადლობა. საკმაოდ საინტერესო კითხვა, უბრალოდ მაყურებლისთვის განმარტოთ, რომ კი ბატონო, საერთოდ ორსულობის დროს ხშირად აქვს ადგილი შეგუბებით პროცესს თირკმელებში. ეს ფიზიოლოგიური პროცესია. ორსულის საშვილოსნო აწვება შარდსაწვეთებს და მეტნაკლებად იწვევს უროდინამიკის შეფერხებას. ანუ შარდის გადაადგილების ამ შემთხვევაში? დიახ, შეფერხება. ეს არ ითვლება რაიმე ეს პათოლოგიად და ორსულობის შემდგომ იგი უნდა შეგუბებული თირკმელები უნდა ჩადგეს ნორმაში. თუ შემდგომ რაიმე რჩება ასეთ დროს, აი ქალბატონმა აღნიშნა რომ მინიმალური წნევა მაღლა დიახ, აი მაყურებლისთვის რომ თქვა ის რასაც გულის წნევას უწოდებენ სინამდვილეში, ანუ დიასტოლური წნევა, ანუ ქვედამაჩვენებელი. ქვედამაჩვენებელი მაღლა. სხვათა შორის ეს ქვედამაჩვენებელის ზრდა, ესე იგი მაქსიმალური და მინიმალური წნევის დაახლოება, ანუ პულსური წნევის შემცირება ახასიათებს თირკმლის მიერ წნევებს. ამიტომ უნდა გამოკვლევა მოხდეს თირკმელების, კარგი გამოკვლევა. ორსულობა გაიარა, მაგრამ არ არის გამორიცხული რაღაც მიზეზი დარჩა, ან ორსულობამდეც შეიძლება იყოს რაღაც მიზეზი თირკმელებში. ამიტომ უნდა გამოკვლევა ჩატარდეს თირკმელების, როგორც ეხოსკოპიური, ისე რენტგენოლოგიური და ამის შემდეგ მოხდება იმის დადგენა თუ რამ გამოიწვია აი ეს ცვლილებები. მით უმეტეს აქვს ჩივილები ტკივილებთან დაკავშირებით და არტერიული წნევის თავისებური. თირკმლის თუ არ შეგუბდა თირკმელი, ისე თირკმელი რაც გინდა დაემართოს, არავითარ ტკივილს არ იძლევა. კიდევ ერთი კითხვა, ბატონო სტეფან, დილამშვიდობისა გისმენთ. დილამშვიდობისა. იცით რა, ჩემს შვილს 22 წლის არის. აქვს 5 მმ-იანი კენჭი ზედაფიალაში. ეხლა არ აწუხებს. და ისა, მაგრამ ადრე ქონდა კიდევ ესეთი კენჭი და დაბადა, ჭვალი ქონდა და შეტევა და დაბადა. მერე გვირჩიეს ლითოტრიფსია, მაგრამ რაღაც საშუალება არ ქონდა ძვირი სიამოვნება და ვერ გავიკეთეთ და რა შეიძლება ახლა? უბრალოდ არ აწუხებს ახლა ამჟამად. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კითხვა, იცით რატომ? ეს გულისხმობს, მე ვფიქრობ, რომ დილის რეცეპტს ევალება კიდევაც და გულისხმობს დახმარებას ექიმამდე. ანუ რა შეიძლება სწორად გააკეთოს ოჯახის პირობებში, ვიდრე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდება ადამიანი. 5 მმ-იანი კენჭი, რომელიც მდებარეობს ფიალაში, აი ზემო ფიალაში იქნება ეგ თუ შუა თუ ქვემო ფიალაში, ის არ იწვევს უროდინამიკის მოსვლას და თუ უროდინამიკის მოსვლას არ იწვევს, ისეთი კენჭი ტკივილებს არ იძლევა. ეხლა რაც შეეხება ლითოტრიფსია გვირჩიესო. ასეთ დროს ლითოტრიფსია არ არის ნაჩვენები. იმიტომ რომ ის კენჭი არაფერს არ უშლის და როდესაც ფიალაშია ლითოტრიფსიის დროს კენჭის დაშლა კიდევ იწვევს ხოლმე სისხლჩაქცევებს პარენქიმაში. ისე რომ ასეთ შემთხვევაში ნაჩვენები არ არის. ნაჩვენები რა არის? რომ არ გაიზარდოს ეს კენჭი, ამიტომ არსებობს მედიკამენტები, რომელიც ხელს უწყობს ამ კენჭის დაბადებას. მით უმეტეს ერთი დაუბადია და 5 მმ-იანი კენჭი თავისი ზომის ნამდვილად არ არის ესეთი. დიახ, ეს ზუსტად ემთხვევა შარდსაწვეთის დიამეტრს და შეიძლება მკურნალობით დაიბადოს. ისე რომ აქ არ არის არც ოპერაცია საჭირო, არც ლითოტრიფსია, არავითარი, მხოლოდ მედიკამენტოზური მცენარეული შარდმდენები შეიძლება, სპაზმოლიტიკები შეიძლება და არსებობს მედიკამენტები, რომელიც ხელს უწყობს თირკმლის კენჭის დაშლასა და გამოდევნებას. ალბათ გასათვალისწინებელი კიდევ ერთი რამ მე უბრალოდ ვისარგებლებ მომენტით ჩვენ ამის შესახებ რამდენჯერმე ვისაუბრეთ, როდესაც ნივთიერებათა ცვლის თავისებურება არსებობს, აი პურინების ცვლის დარღვევას რომ უწოდებთ საზოგადოებაში, ნიკრისის ან პოდაგრის სახელით არის ცნობილი, არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ეს არ არის ერთი სახსრის პრობლემა, რომელსაც ხშირად მარტო ტერფს უკავშირებენ ხოლმე. ძალიან ხშირად სწორედ თირკმელი ზარალდება, იმიტომ რომ შარდკენჭოვანი დაავადება ყალიბდება აი ამ ნივთიერებათა ცვლის
დარღვევის ფონზე და ასეთ შემთხვევაში ყველა იმ რეკომენდაციასთან რაც თქვენ ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანია კვების წესის დაცვას, იმიტომ რომ მათ აქვთ ეგრეთ წოდებული შავი პროდუქტების სია, მაგალითად ხორცის ნახარშები, მაგალითად ისპანახი, მჟაუნა და ასე შემდეგ, ყავა, კოფეინის შემცველი სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც არ არის მიზანშეწონილი ასეთ დროს იყოს ჩართული კვების რაციონში. კიდევ ერთი მაყურებელი ვუპასუხოთ და შემდეგ დავუბრუნდეთ მკურნალობის თემას. დილამშვიდობისა, გისმენთ? გისმენთ? მოცემცემი არითმის შედეგად ავადმყოფი ბრძანდება შარდენებზე და თუ შეიძლება ამის შესახებ. კი ბატონო. მოდით განვაზოგადოთ, ანუ შარდმდენების სისტემატური გამოყენება რა რისკს ქმნის თირკმლისთვის? გააჩნია შარდმდენებს. ისეთი შარდმდენები, რომელიც იწვევს კალიუმის გამორიცხავს ორგანიზმში, ეს არც ისე იოლი მისაღები. ამიტომ ასეთი შარდმდენების დროს აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ კალიუმის რაოდენობა სისხლში. ანდა პროფილაქტიკურად აუცილებლად შარდმდენებთან ერთად კალიუმის პრეპარატები მივაწოდოთ ადამიანს. მაგრამ არსებობს ისეთი შარდმდენები, რომელიც კალიუმის გამორიცხავს ორგანიზმიდან არ ახდენს. მაშინ არ არის არავითარი საშიშროება ასეთ დროს. და თვითონ თირკმელს ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ ქვეტექსტი ქონა ქალბატონს აზიანებს თუ არა თირკმელს შარდმდენების სისტემატური თუ თირკმელი არ არის დაავადებული და ჯანმრთელი თირკმელია არავითარი დაზიანებას ადგილი არ აქვს შარდმდენების დროს. დიახ. ბატონ სორტმან, ჩვენ გავჩერდით მკურნალობის თემაზე. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამაზე თქვენ ისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენ პირადად გარკვეული საავტორო ხელწერა შეიტანეთ ამ დაავადების მკურნალობაში. ამიტომ ქირურგიულ მკურნალობას. დიახ, გასაკვირველია. მოდით ვისაუბროთ რა შესაძლებლობები არსებობს, როდესაც დაისვა დიაგნოზი თირკმლის დაწევა. ექიმის წინაშე რა არჩევანი არსებობს, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ამ პრობლემას? კლინიკური მხოლოდ ფორმა თირკმლის დაწევის და არა ანატომიური, რომელიც არაფერს არ უჩივის. კლინიკური ფორმა საჭიროებს მკურნალობას. არსებობს კონსერვატული მკურნალობა და არსებობს ოპერაციული მკურნალობა. კონსერვატულ მკურნალობაში რა შედის ახლა? კონსერვატული თუ ძალიან გამხდარია, ვეუბნებით რომ გააძლიეროს დიეტა და გასუქდეს რომ თირკმლის ირგვლივ სხიმოვანი კაფსულა წარმოიშოს და აიწევა თირკმელი თავისთვის. თუ შეიძლება იყოს ისე რომ ძიმე ფიზიკურ შრომებს ეწევა ადამიანი, ამას უნდა მოარიდოთ და ბანდაჟი უნდა ეხმაროს სპეციალური თირკმლის ამწევი ბანდაჟი, რომელიც იყიდება და იკერება კიდეც სპეციალისტები, კერავენ სპეციალურად. ეს არის რაც შეეხება კონსერვატულ მკურნალობას. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მაშინ აუცილებელი ხდება უკვე ქირურგიული მკურნალობა. ქირურგიული მკურნალობა პრობლემატიური იყო უკვე დიდი ხნის განმავლობაში ეს წინა საუკუნეში და იმის წინა პერიოდშიც. რატომ? დაახლოებით 300 მეთოდამდე არსებობს თირკმლის დაწევის ქირურგიული მკურნალობის 300 მეთოდი. ეს რას ნიშნავს? ესე იგი, ერთმა რო არ გამართლა, მერე მეორე შემოიღეს, მერე მესამე, მერე მეათე და მეასე. და უარყოფა ხდება ამ მეთოდებისა ძირითადად იმის, რომ რეციდივი აქვს ხოლმე. ესე იგი, განმეორების შესაძლებლობა. განმეორებით გავა რამოდენიმე ხანი და ისევ დაიწევა ეს თირკმელი. ამიტომ ჩვენი ინტერესი იყო დიდი, რომ იქნებ მოგვეფიქრებინა ისეთი მეთოდი, როდესაც ეს ადგილი არ ექნებოდა. თანაც აი ამ ძველი მეთოდებით დროს რო გააკეთებდნენ ოპერაციას, პირველი 7 დღე ცოტა თავდახრილი წოლით რეჟიმში ყავდათ. მერე 2 კვირა კიდევ საერთოდ წოლით რეჟიმში იყო. ესე იგი 3 კვირამდე უნდა იწვეს ასეთ დროს ავადმყოფი. რაც დიდ დისკომფორტს ქმნიდა, მერე შეგუბებით პროცესებს ფილტვებში და სხვადასხვა გართულებები მოძებს ადინამიას საერთოდ. უმოძრაობას. დიახ. ამიტომ ვეცადეთ ჩვენ ისეთი გამოგვენახა ისეთი მეთოდი, როდესაც მეორე დღეს შეიძლებოდა ეს ავადმყოფის აყენება ფეხზე, მეოთხე, მეხუთე დღე სახლში გაშვება და 2-3 კვირაში საერთოდ შრომის უნარი დაბრუნება. და ერთი წყალობით გამოვიდა ისეთი მეთოდი, როდესაც ფიბროზულ კაფსულას თირკმელს აკრავს თავისი კაფსულა. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ უკვე, დიახ. დიახ, და აი ამ კაფსულაზე ხდება კაფსულის შეყრა-ამოყრის მეთოდით აბრეშუმის ზაფის
შემოვლება და მე მე-12 ან მე-11 ნეკლზე მისი დაკიდება. აბრეშუმის ძაფი საერთოდ არ გაიწვევება და ეს დაკიდებული თირკმელი შეება შეიძლება სიცოცხლის მანძილზე და ჯერჯერობით არც ერთი 100-მდე გვაქვს უკვე გაკეთებული და არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა რომ მოსულიყოს ისევ და ისევ დაწეული ქონოდეს. და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ უცხოეთში რო ვართ ხოლმე და ვეუბნებით უკვირთ როგორ შეიძლება რომ ისეთი მეთოდი არსებობდეს რომ ერთი 10% მაინც არ იყოს რომ უკან მოვიდეს ავადმყოფი. რა ვქნა ჯერჯერობით ესეა და იმედი მაქვს რომ ეს ასეც გაგრძელდება. მოდით ვუპასუხოთ კიდევ ერთ მაყურებელს და დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას. დილამშვიდობისა, გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბავშვს ჰქონდა პრობლემა თირკმელთან დაკავშირებით რამდენიმე წლის უკან. სისხლიანი შარდვა აწუხებდა. დიახ. ხო და იაშვილის სახელობის კლინიკაში გვეწვა. დიახ. დაუდგინეს დიაგნოზი პიელონეფრიტი. კი ბატონო. შემდეგ 1 წლის მერე კი უკუნალის ყველაფერი მოუჩა ყველაფერი და 1 წლის შემდეგ გაუმეორა ისე. კი ბატონო. ისევ იმ კლინიკაში დავაწვინეს. მერე ისევ იგივე მკურნალობა ჩაუტარეს. ეხლა შარშან კიდე გაუმეორა, ოღონდ ისეთი მუქი აღარ ხონდა რა, შარშან. უბნის ექიმმა ესეთი მოსაზრება მოიტანა, რომ შეიძლება ეს თითქმის ბრალი არ არის, იყოს რაღაცა ვირუსი, შარდსადენი გზების. აი, თქვენი ის მაინტერესებს რა, აზრი ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მოდით განმარტოთ, რომ პიელონეფრიტი არ ნიშნავს დიაგნოზი, რომ თირკმლის ქსოვილი არის დაზიანებული. ანუ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ კითხვაში ეს ჩანდა რამდენჯერმე. და რას ნიშნავს პიელონეფრიტი, რატომ იყო იქ შარდიანი უკაცრავად სისხლიანი გამონადენი, რატომ განმეორდა, რატომ იყო რამდენიმე ეპიზოდი და რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, რა ვივარაუდოთ? პიელონეფრიტი არსებობს მწვავე და ქრონიკული. დიახ. მწვავე პიელონეფრიტის დროს როგორც კანონი მაღალი სიცხეებია 38, 39, 40 გრადუსამდეც კი აღწევს ძლიერი შემცირებით. ასეთ დროს უფრო ლეიკოციტების მომატებას აქვს ადგილი ვიდრე წითელი ბურთულების, ანუ სისხლიანი შარდვის ძირითადად. თუ მას ახლავს რაიმე კენჭოვანი დაავადებაც, აი მაშინ შეიძლება ასევე იყოს სისხლიანი შარდვაც, მაგრამ პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელი არ არის სისხლიანი შარდვა. ახლა რა შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი შარდვა? სისხლიანი შარდვა ბევრ მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ ამას უფრო სერიოზული და დაწვრილებითი გამოკვლევა სჭირდება. ეს შეიძლება იყოს კენჭოვანი დაავადება, შეიძლება იყოს იგივე თირკმლის დაწევა, შეიძლება იყოს რაღაცა პოლიპოლური წარმონაქმნი თირკმელში ან შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში და კიდევ მრავალი დაავადება რომლის ფონზეც აღმავალი ინფექციის განმეორებითი ეპიზოდები სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია. კი ბატონო, ესე რომ გამოკვლევა უნდა მოხდეს უფრო დაწვრილებითი. დიახ, უფრო ღრმა და ნატიფი გამოკვლევა. ესე რომ უმიზეზოდ სისხლიანი შარდვა არ არსებობს. ეს კანონია. ესე იგი, ეს მიზეზი უნდა დავადგინოთ. შეიძლება ადამიანს უთბად აუწიოს არტერიულმა წნევამ და სისხლიანი შარი წამოვიდეს. თირკმელები ჯამთელია, ყველაფერი, მაგრამ როგორც ხდება, ზოგს ცხვირიდან წასკდება სისხლი, ზოგს ტვინში ჩაექცევა, ზოგს თირკმელში ჩაექცევა და წამოვა შარდთან ერთად. ისე რომ მარტო თირკმლის დაავადებებზე არ არის დამოკიდებული სისხლიანი შარი. ამას უნდა კაი კლინიკური ანუ შეიძლება ეს მიზეზი სულაც არ უკავშირდებოდეს ამ შემთხვევაში. არ არის გამორიცხული. თითქმის და უფრო სერიოზული გამოკვლევა. შეიძლება სპეციფიური ანთება იწყებოდეს, სპეციფიური ანთების დასაწყის ფორმებში. დიახ. იცის სწორედ გამოვლინება უმტკივნეულო სისხლიან შარდვამ. ესე იგი, ესეც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. დიახ. არ არის გამორიცხული, რომ ას მოსაზრება გამოთქვა სწორედ იმ ექიმმა, რომელსაც გვიამბო ჩვენ მაყურებელმა. ესე იგი, სპეციფიური ანთება. თირკმელების სპეციფიური ანთება, TBC. დიახ. ვუპასუხოთ კიდევ ერთ მაყურებელს. დილამშვიდობისა, გისმენთ? მშვიდობისა. მე ესეთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება მიპასუხოთ. ორივე თირკმელში აღმენიშნება კენჭები. ერთში 4 მმ-იანი, მეორეში 4 მქონდა, მაგრამ 7-მდე გაემეზარდა სადღაც 10 თვის განმავლობაში. ვაპირებ ორსულობას და ამიტომ ვიკავებ თავს და რას გვირჩევდით თუ შეიძლება და მირჩევენ ლაზერულ დაშლას და თქვენ რას გვირჩევთ? დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. საინტერესო კომბინაცია შარდკენჭოვანი დაავადება და ორსულობა.
აქ საქმე გვაქვს ორ თირკმელების ორ მხრივ კენჭოვან დაავადებასთან. სწორია ის მოსაზრება, რომ ჯერ მოვიცილოთ ეს თირკმელები და მერე მოხდეს ორსულობა, იმიტომ რომ თირკმელები არა, ამ შემთხვევაში კენჭები. დიახ. საქმე იმაშია, რომ შეიძლება ორსულობის დროს დაიძრეს ეს კენჭები და მოგვცეს გართულება შეტევების სახით და შეიძლება ორსულობაც შეწყდეს ასე დროს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კენჭების გამოდენა. ზომებით 5 მმ-იანი უფრო ადვილად შეიძლება დაიბადოს, რაც შეეხება 7 მმ-იანს, აქ კი შეიძლება ერთი სეანსი ჩატარდეს ლითოტრიფსიის, დაიშვნოს და შემდგომ დაავადინოთ. ისე რომ სწორია მოსაზრება, რომ ორსულობამდე მოხდეს ამ კენჭების გამოძიება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სორთმან ჩვენთან სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე თირკმლის დაწევა და ჩვენი სტუმარი გახლდათ უროლოგი პროფესორი სორთმან ჯაფარიძე. ხვალ-ხვალ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ თემაზე შინაური ცხოველები და ჩვენი ჯანმრთელობა. ნახვამდის დღეგრძელობას გისურვებთ.